თავი მე-11 ღვთისადმი სხეულებრივად თქმულთა შესახებ. რადგან საღვთო წერილში ძალიან ბევრს პოულობთ ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად თქმულ სიმბოლური აზრით, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს და ამ განხშვებული ხორცით შემოსილთ, არ ძალგვით შევიცნოთ, ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით. ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი, აქვს კი უფრო მაღალი გააზრება, რადგან ღმერთი მარტივია და უაღნაგობო. ამიტომ ღვთის თვალებს, წამწამებსა და მზერას, მის ყოვლის მხედველ ძალად და მისეული ცოდნის ყოვლად დანახველობად აღვიქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება უფრო სრულყოფილი ცოდნა და გულსავსეობა. ყურნი და სმენა აღნიშნავს მის შემწყნარებლობას და ჩვენეულ ვედრებათა შემსმენელობას, რადგან სწორედ ეს გრძნობის ორგანოა, რომ ჩვენ ლმობიერს ღვთის მვედრებელთა მიმართ, რაჟამს უწრფელესად მიუპყრობთ მათ ყურს. პირი და მეტყველება მისი განზრახვის გამცხადებლობას, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს. ჭამა და სმა მისი ნებისადმი ჩვენს თანხმდომას, რადგან ჩვენ სწორედ ამ გემოვნებითი გრძნობის ორგანოს მიერ სრულყოფთ ბუნების აუცილებელ მოთხოვნილებას. ყნოსვა მისკენ მიმართული ფიქრისა და კეთილგანწყობის გამომააშკარავებლობას, რადგან სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება ჩვენ კეთილსურნელების შეგრძნება. პირის სახე, საქმეთა მიერ მის გაცხადებასა და გამოჩინებას, რადგან ჩვენეული გამოჩინება პირის სახის მიერ ხდება. ხელები მისი მოქმედების აღმსრულებლობას, რადგან ჩვენ სასარგებლოს რასმე, განსაკუთრებით კი საპატიოს, საკუთარი ხელებით სრულყოფთ. მარჯვენა მისეულ შეწევნას, სასიკეთო საქმეებში, რადგან ჩვენც უფრო მეტად სწორედ მარჯვენას ვიყენებთ იმგვარ საქმეებში, რაც უმეტესად კეთილსახოვანია, საპატიოა და რასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება. შემხებლობა მის უზედმიწევნითეს გამომცნობელობასა და გამოწილვას უმცირესთა და უდაფარულესთა, რადგან ჩვენ შორის, ვისაც ხელით ჩხრეკენ, შეუძლებელია რამ დაფარული დაუტოვონ მას. ფეხები და სვლა, დასახმარებლად მის მისვლასა და თანამყოფობას მათთან, რომლებიც შეწევნას საჭიროებენ ან მტერზე შურისგებაში, ან სხვა რამ საქმეში, რადგან სწორედ ფეხების გამოყენებით ვასრულებთ ჩვენ სადმე მისვლას. ფიცი მისი განზრახვის შეუცვლელობას, რადგან ჩვენ შორის სწორედ ფიცით მტკიცდება ურთიერთშეთანხმებანი. რისხვა და გულისწყრომა, ბოროტებისადმი სიძულვილსა და მისგან უკუ მიქცევას, რადგან ჩვენც გძულს და ურისხდებით მათ, რომლებიც ჩვენს განზრახულობას ეწინააღმდეგებიან. დავიწყება, ძილი და მირულება, მტერზე შურისგების დაყოვნებას და თავისი ახლობლებისადმი მისთვის ჩვეული შემწეობის დახანებას. მოკლედ რომ თქვათ, ყოველივე რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად თქმულა, დაფარულ რამ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს. აქ არ იგულისხმება ის, რაც ღვთის სიტყვის სხეულებრივი მოსვლის შესახებ არის ნათქვამი, რადგან მან მთელი კაცი მიიღო ჩვენი ხსნისათვის, გონისმიერი სული, სხეული, ადამიანური ბუნების თვისებები და ბუნებისეული და უძრახველნი ვნებანი.